დიდი მადლობა მოწვევისთვის, დიდი მადლობა აზროვნების აკადემიას იმისთვის, რომ ასეთ მისიას მოკიდა ხელი და ავრცელებს სოდნას. დიდი მადლობა. მე უბრალოდ სიტყვის ძალაზე რომ მითხრეს რა მნიშვნელობა აქვს ამას, მე მოკლედ ძალიან ბევრია და ამიტომ ჩამოვწერე და ზოგიერთ რაღაცას რომ არ გამეფანტოს ყურადღება და სხვაგან არ წავიდე, იმიტომ რომ როგორც პროფესიით მე ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ვარ, ამიტომ მე უფრო მეტად უსმენ, ვიდრე ვლაპარაკობ. ხო, ამიტომ ახლა გარკვეულწილად სიტყვაც არის აგრეთვე მნიშვნელობის მატარებელი, ეს აუდიტორია. და ჩვენ ისე ვზივართ, სადაც გარკვეულწილად ფონად შოუ მიყვება. თქვენ მიყურებთ. ჩვენება გარკვეულწილად, რომელიც გარკვეულწილად არაცნობიერად სტრუქტურირებას ახდენს იმაზე, რაზეცაც ვილაპარაკებთ. ფსიქიატრია არის სული, უბრალოდ სამშვენელის კურნალობა. და აი მაგალითად პათოფსიქოლოგია ეს არის რომ გავშიფროთ, ეს არის პათოს ნიშნავს ვნებას, ტანჯვას, ფსიხეს სამშვენელს, ლოგიოს საზრისს. იგი პათოფსიქოლოგია ეს არის სწავლება იმის შესახებ, თუ ტანჯვას რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. როგორ შეიძლება ეს გაიშიფროს, გაცხადდეს, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის საშუალებით. როდესაც ჩვენ საზრისი ხატოვანი გზით, ანუ ხატოვანი აზროვნებით მოგვდეს, ჩვენ გასაგები რო იყოს, ჩვენ უნდა გადმოვთარგმნოთ სიტყვაზე და ამიტომ ჩვენ ამას ვეძახით ინტერპრეტაციას. ინტერპრეტაცია ნიშნავს გაუგებარიდან გასაგებად გადმოთარგმნას. სიტყვის ძალა პრინციპში ფსიქიკაზე ზემოქმედების ძალა. უბრალოდ ქათინაურმა შეიძლება კარხასიათზე დაგაყენოს და კაცმა კრიტიკამ ენერგია დაგაკარგინოს, ხო, მოტივაცია, მოქმედების სურვილი დაგიკარგოს. სოციუმზე და კულტურაზე ზემოქმედების ძალა აქვს. იმიტომ რომ სიტყვა ქმნის წესებს, საზღვრებს. საზღვრების და წესების გარეშე კულტურა არ არსებობს. მაგრამ წესი შეიძლება გაიყინოს, რიგიდულად იქცას და ამიტომ მას ზოგჯერ განახლება ჭირდება. იმიტომ გარკვეულწილად ფსიქიკაში არის კოსმოსი და ქაოსი. ამიტომ მას წესრიგი ყოველთვის სჭირდება და სანამ ჩვენ განცდილს სიტყვების წესრიგში არ მოვაქცევთ, ის გასაგები არ არის. წესრიგი ჭირდება. ლაკანი მაგალითად თვლის, რომ ადამიანი არის ენა, რომელიც ლაპარაკობს. ენა ლაპარაკობს ჩვენში, ჩვენ კი არ ლაპარაკობთ ენაზე. ეს თანდაყოლილია ეს ენა, წესების ენა. შემოქმედებითი ძალა, მაგალითად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანი ქმნის მნიშვნელობებს, სიტყვის საშუალებით, ღირებულებებს, ისტორიებს, იმას, რაც მანამდე არ არსებობდა. სიტყვის მნიშვნელობა რელიგიაში, იმიტომ რომ იუნგი თვლიდა, რომ ადამიანი აგრეთვე არის homo religioso. თანდაყოლილია ეს. ეს თავსმოხვეული კი არ არის, კულტურის მართვის საშუალება კი არ არის. ეს თანდაყოლილი ინსტინქტია, იუნგი ანსხვავებდა ბიოლოგიურ ინსტინქტს და სულიერ ინსტინქტს, რაც თანდაყოლილია. შეძენილი არ არის, როგორც მარქსისტები თვლიდნენ, რომ ეს არის ზედნაშენი. ხო, არის ბაზისი და ზედნაშენი მერე, ხო. სიტყვის შექმნა მაგალითად რელიგიაში, ქრისტიანობაში დასაბამიდან იყო სიტყვა.
ღვთის შემოქმედებითი ძალად განიხილება. იუდაიზმში ღმერთის სამყაროს ქმნის გამონათქვამით და თქვა ღმერთმა იყოს ნათელი. ისლამი ყურანი აღიქმება როგორც სიტყვა, რომელიც ალლაჰმა გამოუცხადა წინასწარმეტყველს. ამგვარად სიტყვა არსებობის წყაროა. შემდეგი ბიბლია როგორც ღვთაებრივი ჭეშმარიტება ან სხვა წმინდა ტექსტები ღვთის სიტყვებად მიიჩნევა. უბრალო სიტყვებად კი არა, ნაფიქრალი ადამიანის ნაფიქრალად კი არა, რაღაც მარადიულის, რაც უცვლელია და არასდროს არ შეიძლება. ისინი არა მხოლოდ ტექსტია, არამედ გამოცხადებაა. ყურანი, თოლა, ვედები, ბიბლია. სიტყვა როგორც ლოცვა. თხოვნა აქა, მადლიერების, მონანიების, ქების. ანუ სიტყვა ხდება კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის. სიტყვით მიმართავთ. მარტო მამაოჩენში 7 თხოვნაა. მატერიალური კეთილდღეობისაც, პური თუ გარკვეული სხვა მინიშნებას არ მივცემთ, პური ჩვენი არსობისა მოგვეჩვენოს. სიტყვა როგორც სიმბოლო და წმინდა ნიშანი. ამინ. ლოცვის დასრულება, ჭეშმარიტების დადასტურება. აუმარი ინდუსებს აქვთ წმინდა სიტყვა. როგორც მისტიკური ძალა აგრეთვე მანტრებით. მანტრა არის ისეთი საკრალური სიტყვა, რომლის გამეორებით ფსიქიკა იცვლება. მაგრამ ეხლა მე შევჩერდები უფრო სიტყვაზე როგორც სიმბოლოზე. სიმბოლო იცით ნიშნისგან იმით განსხვავდება, რომ ნიშნას ერთი განზომილება აქვს, სიმბოლოს მრავალი. ამოუწურავი. და თუ შევხედავთ ჩვენს სამყაროს ის სიმბოლოებით არის გაჯერებული და სიტყვას ხდებით ლინგვისტიკაში, სემიოტიკაში, ლიტერატურაში, გრაფიკულ დიზაინში და ასე შემდეგ. ეხლა ფსიქოთერაპიაში. ფსიქოთერაპია ეს არის ყველაზე ისეთი გავრცელებული განმარტება ფსიქოთერაპიის არის, რომელიც ყველა ასე ვთქვათ მიმართულებას მოიცავს, ეს არის ფსიქიკაზე და ფსიქიკის მეშვეობით სხეულზე ზემოქმედების საშუალებათა სისტემა ამ საშუალება. ერთი ფსიქიკა მოქმედებს მეორე ფსიქიკაზე. საიდანაც ნაწილი არის ვერბალური, მეორე ნაწილი არის არავერბალური. იმიტომ ჩვენი სხეულის მეტყველებს, ჩვენი სხეულის არის სიმბოლო. ანუ ის კი არა სხეულის სხვადასხვა ნაწილის სიმბოლოა სხვადასხვა რაღაცეების. ამიტომ ვინც ფლობს სხეულის ენას, იმიტომ 90%-ში ჩვენზე მოქმედებს სხეულის ენა და არა სიტყვის მნიშვნელობა, იმიტომ რომ ემატება სიტყვის მნიშვნელობა რომ გავიგოთ. იქ უფრო მეტად არავერბალური კომუნიკაციაა ჩართული. მაგალითად შეიძლება ვიღაცა გითხრას გამარჯობა. სხვადასხვა მნიშვნელობა აკეთებდა იმ სიტყვას. ერთი შეიძლება შეურაცხყოფად მივიღოთ, მეორე შეიძლება კეთილ განწყობილი ადამიანის დაპატიჟებად, მესამე შეიძლება სუსტი არსება. ეხლა რა დანიშნულება აქვს სიტყვას ფსიქოთერაპიაში? შინაგანი სამყაროს გამოხატვის გზა. იმიტომ რომ ჩვენი ემოციები ხშირად არაცნობიერია, ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ გშურს. არა ვამბობთ, რომ მიხარია. გულწრფელები არ ვართ. ჩვენ თავსაც ვიტყუებთ ზოგჯერ, მაგრამ როდესაც კი სახელდების სწორი პროცესი მოხდება, ჩვენ ამ ემოციას ვთოყავთ
ვათვინიერებთ, ის ჩვენი ხელსაწყო ხდება და არა ჩვენ ვართ მისი ხელსაწყო. როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ, იწყება იმის გაგება, რა ხდება ჩემს თავს, რატო ვგრძნობს თავს ასე, რისი მეშინია, რა მსურს. დღეს ითქვა, რომ ემოციურ ინტელექტს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ინტელექტს, IQ-ს. IQ არის დასავლელი ადამიანის მოგონილი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია და დღესაც სამსახურში რომ მიგიღონ, IQ უნდა გქონდეს მაღალი. მაგრამ ადაპტაციისთვის თურმე ემოციური ინტელექტი უფრო მნიშვნელოვანია. IQ-ს მატარებელი ადამიანი შეიძლება ხანმოკლე ცხოვრებით ცხოვრობს, უფრო ადვილად ყდება და ასე შემდეგ. ეს ემოციური ინტელექტი არის რა, უნარი გამოიცნო, რაც გრძნობ. გშურს, იხარია, მაგრამ რო ეკითხები მაგალითად ზოგს, არ იცის რა არის შური. იმიტომ სწორი განმარტება, სწორი განსაზღვრა არ აქვს. შური მაგალითად ფრანგულად ჟე ან ვი მინიშნავს მე მსურს. და რომ დაშალო ნიშნავს მე მაქვს შური. ამ სურვილთან არის დაკავშირებული და თუ მის ამ სიტყვის დეკონსტრუქციას მოახსენთ, მაშინ საზღვრს უფრო კარგად ჩავწდებით. სიტყვა ამ გაგებით არის ინსტრუმენტი გაცნობიერების. გაცნობიერება ხდება მხოლოდ სიტყვით. გაცნობიერება ეს ის იმის საშუალება, რომ მე ვიხდები, რომ რაღაცა ხდება გაგებული, მე გავიგე ახლა. მანამდე სიტყვა, რომელიც მკვდარი იყო, არ მესმოდა, ეხლა გავიგე. ის გაცოცხლდა შენში. რა გაცოცხლდა? მნიშვნელობა ამ სიტყვის. ჩემს სუბიექტურ სივრცეში. ეხლა გავიგე. სიტყვის საშუალებით აზრი სტრუქტურირებული ხდება და მართვადი. აგრეთვე ის ემოციების გამოხატვის საშუალება, მაგალითად ლერმონტოვი ამბობს რას, ესეთი ლექსია, слава мои печальные знаю, но смысла вам их не понять. А их от сердца отрываю, что с ними грусть мне отослать. ანუ სიტყვას მიაქვთ ემოცია. ამიტომ როცა საუბრობ, როცა გამოთქვა რაღაცას, ფაქტობრივად ხდება განტვირთვა, კატარსისი. ის ცუდი ენერგია ემოციის მიაქვს სიტყვებს. ამიტომ პოეზია კურნავს. წერალი, რომელიც წარმოიდგინეთ ვიქტორ ჰიუგო კუზიანი იყო. და ამ შესანიშნავ რომანში, ხო, როგორ აღწერა ეს კუზიანის განცდა, კვაზიმოდოს. ფაქტობრივად მან ეს სცენა, შინაგანი სცენა თავისი გადმოიტანა გარეთ. და უფრო დიდი აღიარება მოიპოვა, ვიდრე მას ალბათ ეგონა, რომ მე არასრულფასოვნების გამო არ ვარ ღირსი სიყვარულის. სიტყვა აზროვნების შეცვლის საშუალებაა. ფსიქოთერაპევტის მიზანია სიტყვის საშუალებით შეცვალოს უარყოფითი შინაგანი დიალოგი. ჩვენ ყველას გვაქვს შინაგანი დიალოგი. ჩვენ ყველა ადამიანში ზის შინაგანი სოკრატე. სოკრატისეული დიალოგი ეს არის, როდესაც კითხვებს ვაო. წავიდე, არ წავიდე, მიყვარს, არ მიყვარს ეს. ზოგი ამას გაურბის. რაც ძალიან ცუდია. ზოგი თვლის, რომ ეს ფსიქიკური გადახრა, შენ თავის თავს ელაპარაკები, რაცა. ცოტა ხო არ. მაგრამ ეს არ უნდა დაითრგუნოს შინაგანი სოკრატე, უნდა ყოველთვის ცოცხლობდეს. ის, ვინც კითხვებს ვავს. მაგრამ ზოგჯერ ეს დიალოგი გაუკუღმართებულია. მაგალითად ადამიანი თუ სერია ჰქონდა მარცხის, ის თვლის, რომ ის არარაობაა. არარაობა ვარ. ვინ დაასკვნა ეს, ხო? შენ ამაში ხმარები რომ არარაობა კი არა, ბევრი სირთულე გაქვს, ბევრი მარცხი განიცადე, მაგრამ ამას დაძლევ. ეგ უკვე სხვა არის. ანუ ამით სიტყვის საშუალებით იცვლება დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და სხვების მიმართ.
სიტყვა როგორც სიმბოლო, სახლი უსაფრთხოების სიმბოლოა, გზა ცხოვრების მიმართულებაა, სიბნელე დეპრესიის მეტაფორაა. მთები დაბრკოლების გადალახვა ან მიზნისკენ სვლა არის. სიტყვა კავშირის დამყარების საშუალებაა აგრეთვე. როცა კონტაქტს ამყარებ ვიღაცასთან, ეს ნიშნავს, რომ მე ჩემი ესმით გამიგო, მარტო აღარ ახარ. და ამით ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას აყალიბებ. სწავლობ საკუთარი თავის ჯანსაღ კომუნიკაციას საკუთარ თავთან. იმიტომ რომ დღეს ნეირომეცნიერებაც იმას ამბობს, რომ ტვინის ბავშვის ტვინის აყალიბებს ჯანსაღი ურთიერთობა დედა-შვილს შორის. ურთიერთობა აყალიბებს თავისით არ ხდება. და რაც თავარია, რომ ნეიროპლასტიურობა აღმოაჩინეს, რომ ტვინის სტრუქტურა კი არის, მაგრამ ის იცვლება ცხოვრების განმავლობაში სიკვდილის ბოლომდე. რომ კარგი ურთიერთობა დადებით შედეგს ახდენს ტვინზე. და არა პირიქით, ტვინი გაიცვლითა, იმიტომ რომ როცა ჩვენ გვეუბნებიან ადამიანი ბერდება, აქ იგულისხმება მეტაფორა, რომ მანქანა იცვითება, სხეული იცვითება და ბერდები. არა. ეს ურთიერთობა სხეულთან, ტვინთან აბერებს ადამიანს. და ეს ურთიერთობა მას აქვს საკუთარ თავთან, სხვებთან და ზემო აბსოლუტურ ფასეულობებთან. როცა იქ დარღვეულია, საისახება ტვინზეც. კიდევ რა ემოცია გარდაქმნის ემოციას ვერბალიზაციას ვეძახით. როცა რაღაცა გაუგებარი ადამიანი ცდილობს, რომ ეს მოაქციოს გასაგებ სივრცეში, ანუ სიტყვებში, ანუ ვერბალიზაცია და ვერბალიზაციას ყოველთვის მოყვება კატარსისი. ეხლა რა როლი აქვს სიტყვას ფსიქოანალიზში? Talking cures ეძახის ფროიდი, ანუ ლაპარაკით კურნალობას. ბლა 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 გიშელის, ესე წარმოდგენა თქონდათ, ხო? მაგრამ ეს არის ძირითადად უხილავის, ანუ არაცნობიერის ცხადად ქცევა. ის რაც უხილავი იყო, უნდა გახდეს ხილული, ანუ გასაგები. და როგორ ვისმენთ ჩვენ? სიტყვა მარტო არ არის მკაფიოდ გამოხატული აზრი. წაცდენებიც გვეუბნებიან იმაზე, რომ რაღაცა ხდება. თქვენ იცით, რომ წაცდენების უკან სურვილია. გაუცნობიერებელი. საუბრისას გაჩერება, უეცრად რაღაცას ამბობს, უცნაურ გამოთქმებს, ხო? ეს პარაპრაქსიებია და რომელიც ფაქტობრივად იმას ავლენს, რასაც ადამიანი ვერ აცნობიერებს. და მე აი ამ პარაპრაქსიებზე შეჩერებით შენ აი ამ უხილავ აზრს, რომელმაც წაცდენა გამოიწვია, ხილვად ხდი, ანუ გასაგებად ხდი, აცნობიერებინა. თავისუფალი ასოციაციები. აქაც ხდება საუბარი ყველაფერზე, რაც მოგდის თავში. და მე აი ამ საუბრის დროს ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი კარგად ისმენს და გამოაქვს დასკვნები, თუ რა ფარული კავშირები აქვს არაცნობიერსა და აი ამ გამონათქვამებს შორის. სიტყვას აქვს აგრეთვე მნიშვნელობა გადატანა კონტრგადატანაში, რომელიც ესე იგი გადატანის დროს თერაპევტზე გადაიტანს პაციენტი იმას, რაც მას ბავშვობაში ჰქონდა ემოციურად მნიშვნელოვან ხალხთან, მამასთან, დედასთან და ამის გაშიფრვა ხდება. კონტრგადატანა, როცა პაციენტის მიმართ უჩნდება, ესე იგი თერაპევტს ან ანალიტიკოს გრძნობები. ეს ვლინდება მეტყველების ტონში,
ანალიტიკოსისადმი მიმართულ სიტყვებში, განმეორებით ფრაზებში, ემოციურ რეაქციებში, ხო? ეხლა ეს ფროიდთან არის, რომ განკურნებაც ხდება გაცნობიერების გზით. ანუ შენ უნდა გააცნობიერო თუ როგორ მოხდა ის, რომ ფსიქოტრაუმამ, ფარულმა, ცხადმა, როგორ შექმნა, ან როგორ ჩამოაყალიბა ავადმყოფური სიმპტომი. და აი ამის გაცნობიერებით ავადმყოფური სიმპტომი ქრება. მაგალითად, თუ ადამიანს ყლაპის გაძნელება აქვს, ეს ნიშნავს, რომ მას ცხოვრებისეული რაღაცა პრობლემა ვერ გადაუყლაპია. და ჩვენ ორი ტიპის აზროვნება გვაქვს, ხო? ერთი აზროვნება ცნობიერი ენით, მეორე არაცნობიერი, მაგრამ ეს სხეული მეტყველებს. ამიტომ ფსიქოთერაპევტები ლაპარაკობენ, რასაც გონება განდევნის, იმას სხეული გამოხატავს. Mode, mind represses, body expresses. ანუ აი ეს რომ ვერ გავიაზრე, რომ ეს წყენა ვერ გადავყლაპე, კი არ წასულა ეს. მე კი გავდევნეცნე, მაგრამ სხეულმა გამოხატა, იმით რომ ეყლაპვა მიჭირს. წავედი ნევროპათოლოგთან, არაფერი არ გჭირს. წავედი თერაპევტთან, ჯანსაღი ხარ. მაშინ რა ხდება? და მთელი ის იმაში მდგომარეობს, რომ თუ ესე გავყვებით, იყო ესეთი ბერგმანი, ძალიან ცნობილი თერაპევტი გერმანელი, სამოვდა, რომ ნევროზი არის ფუნქციური დარღვევა, ასე ორგანო ჯანსაღი გაქვს, მაგრამ ფუნქცია არის შეკავებული. ყველა დაავადებას წინ უსწრებს ფუნქციური დარღვევები. ორგანულად არაცერთი დაავადება არ იწყება, ფუნქციურით იწყება. ფროიდისტის სიტყვები არის არაცნობიერის გასაღები, კვლევის მასალა, სიმპტომის ფორმა. ანუ ჩვენ ფსიქოანალიტიკური შიფრავს სიმპტომი არის დიალექტი, რომელიც უნდა გაშიფრო, ტკივილი, იმის უკან არის ისტორია. ინტერპრეტაციის საშუალება, განკურნების ძალა. სიტყვა ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში, ეს იუნგის ფსიქოლოგიაში, სიტყვების საშუალებით ჩვენ ვამყარებთ კავშირს არხეტიპებთან, პირველ საწყისებთან. აი სიტყვა არხეტიპოს. არხე ნიშნავს მმართველს, დამოვედროს საწყისს. ანუ აქ ჩადებულია ძალიან ღრმა აზრი იმის შესახებ, რომ ჩვენ ვიმართებით არხეტიპებით. ეს არხეტიპები უამრავია. მორენო ამას ეძახდა ცხოვრებისეულ როლებს. ჩვენ გარკვეულწილად გარკვეულ როლებს ვასრულებთ, რომელიც კაცობრიობას მილიონჯერ გაუმეორებია. ჩვენ ამას ვიმეორებთ და გონია, რომ ჩვენ დაგვემართა ეს. ხატებთან. მაგრამ როდესაც ჩვენ ხატი გვაქვს, ამ ხატთან ურთიერთობის დროს ჩვენ სიტყვებზე უნდა გადმოვთარგმნოთ ხატის მნიშვნელობა. სხვანაირად გასაგები არ არის, იმიტომ რომ ან ხატი რაში გვეხმარება, როდესაც გაურკვეველი გუნებ-განწყობა გვაქვს, მაშინ შეიძლება უთხრა, აბა დახატე ეს. რომ დახატავს, იმ ნახატში ჭამს პასუხი. მაგრამ მე უნდა ამის ვერბალიზაცია მოახდინოს, რომ გასაგები იყოს. მეორე მხრივ, საიდან ხდება ეს? იმიტომ რომ ჩვენი არაცნობიერი მითო-პოეტური ფუნქციის მატარებელია. ის თვითონ ქმნის ხატებს, შობს. ამიტომ არაცნობიერ ზოგი ეძახის მატრიცას. მატრიქს არის საშვილოსნო, რომელიც შობს. და იქ რაც არის, ის არის ზოგად საკაცობრიო. ეს არ არის მარტო ინდივიდუალური. ხო, სიტყვებში ჩვენ სიზმრებში ვხვდებით ამ სიტყვებს, ზოგჯერ სიტყვებია, ზოგჯერ სცენები. დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ყვება პაციენტი თავის სიზმარს. იქ უკვე ჩანს თუ რა ამბავი ხდება. სიზმარი გეუბნება რაღაცას და ხა ზოგი თვლის, რომ აი ეკლესია რატო გძალავს, იმიტომ რომ არასწორი ინტერპრეტაცია შეიძლება მოახდინო. იყო ესეთი თავარსარდალი, რომელსაც სიზმარს კითხა, რომ რა ვქნა, თავს დავესხვა სხვა იმპერიას თუ არა. სიზმარში უთხრეს, რომ ის დაინგრევა ეს იმპერია.
მან დაიწყო ომი და დამარცხდა. თურმე სიზმარს ქონია მხედველობაში მისი იმპერია. ამიტომ ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია საშიშია გარკვეულწილად, ხო? ახლა განკურნება როგორ ხდება სიტყვის საშუალებით, იმიტომ რომ სიტყვა სიმბოლოთ უნდა იქცეს ხატი, ანუ მისი სხვადასხვა მნიშვნელობა გაიგო, ხო? იუნგი თვლიდა, რომ სიტყვა არქეტიპული ხატების გასაღებია. გარსი, რომელშიც სიმბოლოა დამალული. ხიდი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის სიზმრების გაგების საუკეთესო ინსტრუმენტი. აქტიური წარმოსახვის გასაღები. ეს აქტიური წარმოსახვა რა არის? დავუშვათ ადამიანს მოუვიდა რაღაცა ხატი. აიგეატა ეს ხატი. იუგის მიხედვით ეს ხატი არის გამომხატველი რაღაცის ხატოვანი ფორმით. ამიტომ შენ იწყებ მასთან ხატთან საუბარს. აქტიური და აკვირდები რა მოგივა მის შესახებ. თითქოს ეს მკვდარი კი არ არის, ცოცხალია და საუბარს მართავ. თუმცა აცნობიერებ, რომ ეს არის ესე იგი წარმოსახვის სფეროში და არა რეალობაში. რო თქვა, რომ ეს ხატი ცოცხალია და მაშინ ეს ჰალუცინაციაა, ბოდო, ფსიქოზია. მაგრამ როცა იცი, რომ ეს შენი წარმოსახვისთვის ხდება, ხშირად პოეტებს ეს მაგალითად ხედიდან გადაიხედა და უცებ ლექსი მოუვიდა. თითქოს ამუთხრა. იმიტომ ასეთი გადასახედიდან სამყარო ცოცხალია, ეს გვესაუბრება. სიმბოლოებია, რომელიც რაღაცაზე მიგვითითებს. ლაკანზე ვიტყვი კიდე ორი სიტყვით, რომ არაცნობიერი არის სტრუქტურული როგორც ენა, მაგრამ არსებობს ენა და საუბარი. და ეს ჩვენ ნახე ესეთი ფრაზა აქვს. ადამიანი ენაა, რომელიც ლაპარაკობს. სიტყვა თვითონ წერს, მე კი არ წერ. ლექსი თვითონ წერს. ტიციანის, ხო? ენას ადამიანი კი არა, არამედ ენა აყალიბებს ადამიანს, სიმბოლურ წესრიგს ქმნის, ასტრუქტურირებს და სუბიექტის სახით არსებობას აიძულებს, რომ გახდეს სუბიექტი. ეს არის მოკლედ ჩემი ასე თქვათ რაც მომივიდა თავში, ეს ქაღალდზე გადავიტანე და გაგიზიარეთ თქვენ, რომ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს და სახელდების პროცესი. სიალალე რა არის, რასაც ეძახიან კონგრუენტულობას. მორენო იყო ესეთი ფსიქოდრამის შემქმნელი, რომელიც თვლიდა, რომ დაუშვა ცხოვრება არის დარვინს თუ დაუჯერებთ სოციალურ დარვინის ბრძოლა არსებობისთვის. ჩვენ ვიცით ცხოველთა სამყაროში რა არის აუცილებელი რომ გადარჩი. აი გვილები უნდა გქონდეს კარგად და ადამიანურ სამყაროში რა არის? კარგად ის დარვის ის რომელიც იცოცხლებს. მორენო მიდის იმ დასკვნად, რომ სიალალე აუთენტიკურობა, აუთენტიკური ადამიანი უფრო ადაპტირებულია. რატო არ ტყუის? არ ორდება. როცა ტყუი ხარ, როცა შენ თავსაც ატყუებ. გაურებული ხარ უკვე, ერთი იცის რომ ეს ტყუილია, მეორემ უნდა მოიტყუოს. ორი ხდება აქ. მეორეს ერთი შენ აი ამ კოსმოსური სახელდების პროცესს არ ღვევს. ვაშს ქვას არ ქმნევ და ქვას ვარშს და შედეგიც მოყვება. ამას ეძახიან ზოგი ამერიკელი ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები ეძახიან კონგრუენტულობას. როდესაც სიტყვიერი, გზავნილი და სხეულიდან გამოგზავნილი გზავნილი, ან წამოსული გზავნილი ემთხვევა ერთმანეთს. და გრეგორი ბეიტსონი იყო ესეთი ფსიქოლოგი, რომელიც მთელი სკოლა რა გააკეთეს იცით? ოჯახებში ურთიერთობები გადაიღეს ვიდეოზე. რამდენიმე ოჯახი სულით ავადმყოფდა. და იქ აღმოაჩინეს, რომ ეს კომუნიკაცია არ უარგა ოჯახს. და ამას დაერქვა double bind, ორმაგი ბმულები,
ბავშვთან ურთიერთობისას. აი დედა ეუბნება, ხო იცი როგორ მიყვარხარ და სხეულით იწევა უკან. ორი მესიჯია. მიყვარხარ, მაგრამ დისტანცია დაიცავე. ვერ იგებს რომელია სწორი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა რომ სიტყვა სხეულის ენასაც ემთხვეოდეს. მაშინ სიტყვა ცოცხალია, მოქმედია და გაგებული იქნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.